გასწვლის ახალი წესები მევენახეობა მეღვინეობის სექტორში, ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. მთავრობა ამბობს, რომ საქართველოს რკინიგზის საოპერაციო მოგების მარჟა 25%-დან 36%-მდე გაიზარდა, ხოლო მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა 30%-ით გაუმჯობესდა. პირველ კვარტალში შტატგარეშე დასაქმებულებზე მთავრობამ რეკორდული 154 მილიონი ლარი დახარჯა. 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ხარჯები 1%-ით 1,5 მილიონი ლარით გაიზარდა. ფულის გათეთრებისთვის ეროვნულმა ბანკის მიერ დაწესებული ჯარიმები გასულ წელს გაათმაგდა და 9,6 მილიონი ლარი შეადგინა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ წელს მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის ბიზნესი 60,176 ლარით დააჯარიმა. 2026 წლის 4 თვეში სააგენტოში შესული განაცხადები 110%-ით არის გაზრდილი. შუადღემშვიდობისა SBMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. 1 ივლისიდან სოფლის მეურნეობის სექტორში თამაშის წესები იცვლება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ახალ მოდელს ნერგავს, სადაც ბანკებს, როგორც უპირველეს და მთავარ ფილტრებს სახელმწიფო ბიუროკრატია ანაცვლებს. რა ბედიელის შეღავათიან აგროკრედიტს, რატომ გადაწყვიტა უწყება ბიზნეს გეგმების თავად შეფასება და იზრდება თუ არა კორუფციული რისკები პროექტების შერჩევის პროცესში. ამ და ახალ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხების მიღებას BMG-ს მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია შეეცადა და ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. თელარა, მოგესალმებით. თელარა, რა დამატებითი დეტალები გახდა შენთვის ცნობილი გისმით? სად გაქრნენ ბანკები და შესაბამისად ხომ არ იზრდება ბიუროკრატია და კორუფციის რისკები აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებით? ეს კითხვა ახალი მოდელის პრეზენტაციის პირველივე დღეს გაგვიჩნდა, როცა დავით სონღულაშვილის მოადგილე ლაშა დოლიძემ ჩამოთვალა 4 ეტაპი, რომლის გავლა მოუწევს ფერმერს სახელმწიფოსგან თანადაფინანსების მისაღებად. პირველი ეტაპია ფერმერული მეურნეობების რეესტრში რეგისტრაცია, მეორე განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსება, მესამე ბიზნეს გეგმის წარდგენა, ხოლო მეოთხე კი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ძველი მოდელი მუშაობდა ასე. ფერმერი მიდიოდა ბანკში, ბანკი აფასებდა ბიზნეს გეგმას, აფასებდა საფინანსო რისკს და თუ აკმაყოფილებდა პროექტი ბანკის მოთხოვნებს, სესხი გაიცემოდა, ანუ სახელმწიფო ავტომატურად ერთვებოდა სესხის პროცენტის თანადაფინანსებაში. 1 ივლისიდან ასე აღარ იქნება და ძალაში შევა ახალი წესი. თელარა, რა იცვლება უფრო კონკრეტულად და როგორ იმუშავებს ახალი პროგრამა? ელენე, თუ ფერმერს ან ინვესტორს ენდომება სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირება და სახელმწიფოსგან თანადაფინანსების მიღება, ის ვალდებულია ზევით რაც ჩამოთვალე 4-ვე ეტაპი გაიაროს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ბიზნეს გეგმაც ჯერ სოფლის განვითარების სააგენტოს, ანუ ბიუროკრატებს უნდა მოაწონოს და შემდეგ უკვე ეცადოს ბანკისგანაც აიღოს კრედიტი, თუ ამის საჭიროება ექნება და ლოგიკურად ალბათ ექნებათ, რადგან ვიცით სოფლის მეურნეობაში როგორ დეფიციტია ფინანსური სახსრების. კი ბატონო, თელარა, ასევე საინტერესოა, რატომ ამოაგდეს ბანკის რგოლი, როგორც ფილტრი პროექტების დაფინანსებისას, რადგან რთულად წარმოსადგენია ალბათ ბიზნეს გეგმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკეთ შეაფასო. გეთანხმები, ელენე, და ვფიქრობ ალბათ ფერმერების და მინიმუმ ბიზნესმენების ნაწილიც დაგვეთანხმება ამაში. სხვადასხვა ეს კითხვა გაუჩნდათ პრეზენტაციის დღესვე იქ მყოფ ფერმერებს, მეწარმეებს, რომელსაც ჩვენ გავესაუბრეთ, რატომ გადაწყდა ასე სამინისტროდან მოგწერეს, რომ მართალია პრიორიტეტები ფორმალურად კი იყო განსაზღვრული პროგრამით, ანუ მთავრობის მიერ, მაგრამ პრაქტიკაში გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდა ბანკს და არა სახელმწიფოს. პრობლემა იყო ის, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდა პირველ რიგში ბანკის ინტერესს და უზრუნველყოფას, არა სექტორულ პრიორიტეტებს. ხშირად ფინანსდებოდა პროექტები, რომელიც არ ვიცოდით, რა გავლენას ახდენდა და როგორ შესრულდა. სახელმწიფოს არ ჰქონდა წინასწარი გავლენა, რა პრიორიტეტებს აფინანსებდა სტანდარტების კუთხით. ახალი მიდგომის ლოგიკა არის ის, რომ ფული უნდა წავიდეს იქ, სადაც რეალური ეფექტია. შესაბამისად, პირველ ეტაპზე ფასდება ბიზნეს გეგმის ხარისხი. ანუ ბანკი აფასებს, შეძლებს თუ არა ადამიანის სესხის დაბრუნებას. სახელმწიფო აფასებს ღირს თუ არა ამ პროექტის დაფინანსება ქვეყნისთვის. ეს არის როლების გამიჯვნა, რაც აქამდე არ არსებობდა. დავით სონღულაშვილი სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო
თანადაფინანსების ახალი მოდელი არა თუ გაზრდის ბიუროკრატიას, არამედ პირიქით უფრო ასწრაფებს პროცესს, ანუ ერთი სიპი თურმე რამდენიმე ბანკზე სწრაფად და თან კომპეტენტურად მიიღებს გადაწყვეტილებას, ასეთია ყოველ შემთხვევაში მათი მოლოდინი. კი ბატონო, როცა პროგრამა ამოქმედება, ალბათ უფრო კარგად დავინახავთ პრაქტიკაში, როგორ იმუშავებს აი ამ ბანკის ფილტრის ამოვარდნა ამ პროცესიდან. თელარა, კიდევ ერთი მთავარი კითხვა, რაც დასაწყისშიც დავსვით, შეღავათიანი აგროკრედიტი უქმდება თუ რჩება, რა პასუხი გვაქვს ჩვენ ამ? სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ელენე მოგწერეს, რომ არ უქმდება აგროკრედიტი, რჩება, მაგრამ როგორც ინსტრუმენტი, მაგრამ რამდენადაც გავარკვიეთ, დამატებით იცვლება როგორც პროცენტის თანასუბსიდირების წილი, ისე ვადიანობა, სხვათა შორის სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსება ერთ პროექტში იქნება 50%, მაგრამ არაუმეტეს 2 მილიონი ლარისა ეს პრეზენტაციაზეც ითქვა. კი ბატონო, თელარა, აი დავუშვათ მაქვს 4 მილიონიანი პროექტი, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ბიზნეს გეგმა მოიწონა ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სააგენტომ, მაგრამ ბანკმა სესხი არ დაამტკიცა და ასევე მაშინ რა ხდება თუ ბიუროკრატებსაც და ბანკსაც მოეწონა ბიზნეს გეგმა? პრაქტიკული კითხვა, რა თქმა უნდა ეს კითხვაც დავუსვით სამინისტროს, თუ ბანკმაც მოიწონა პროექტი, დაგიმტკიცდებათ შეღავათიანი აგროკრედიტი უკვე შეცვლილი პირობით, მაგრამ თუ მოქმედი მოდელი ითვალისწინებდა 11%-იან სუბსიდირებას 48 თვის განმავლობაში, ახალი მიდგომით თანადაფინანსება შეეხება თქვენი სესხის პროცენტის 8%-ს 36 თვის განმავლობაში. ხოლო თუ ბანკმა კრედიტი არ დაგიმტკიცათ, ანუ სამინისტროს კი მოეწონა თქვენი ბიზნეს გეგმა, მაგრამ ბანკმა ვერ დაინახა, რომ ეს პროექტი სიცოცხლის უნარიანია, უნდა წახვიდეთ სხვა ბანკში, სამინისტროს რჩევა ასეთია და თუ სხვამაც არ მოგცათ სესხი, პროექტი ისე უნდა შეცვალოთ, ან ისეთი პარტნიორი იპოვოთ, რომელიც მოგცემთ 4 მილიონიანი პროექტის განხორციელების საშუალებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოგცემთ უკვე სახელმწიფო თავის წილ 2 მილიონ ლარს, სადაც შევა სხვა თანადაფინანსების თანხაც. მოვისმინოთ კონკრეტული მაგალითის მოშველიებით სამინისტროს წერილობითი განმარტებაც ამ კითხვაზე. სახელმწიფო არ გასცემს თანხას წინასწარ. მთავარი პრინციპია: პირველი ხარჯვა, ხოლო შემდეგ თანადაფინანსება. ანუ თქვენ უნდა განახორციელოთ მთლიანად 4 მილიონიანი ინვესტიცია და ამის შემდეგ იღებთ სახელმწიფოს თანადაფინანსებას, მაქსიმუმ 2 მილიონ ლარამდე. მექანიზმი ასეთია: პირველი ეტაპი წინასწარი მონიტორინგი, სააგენტო ადგილზე ამოწმებს პროექტს, ჩექლისტებით ფიქსირდება, რას აპირებს ბენეფიციარი. შესრულების ეტაპი მაქსიმუმ 24 თვე. ბენეფიციარი ახორციელებს პროექტს საკუთარი სახსრებით ან ბანკის სესხით, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტით. გამკაცრებულია მოთხოვნა აუდიტზე. მხოლოდ სავალდებულო მონიტორინგი გავლილი აუდიტორული კომპანიის დასკვნა იქნება მისაღები. ამის შემდეგ ხორციელდება საბოლოო მონიტორინგი. სააგენტო ადგილზე ამოწმებს შესრულებას და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება თანხის ჩარიცხვა. ანუ სახელმწიფო იხდის მხოლოდ დადასტურებული შედეგის შემდეგ. ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, კარგია ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულთან ასეთი ფრთხილი დამოკიდებულება, მაგრამ არანაკლები რისკია მეორე მხარეს, უფრო სწორედ თავში ხომ არ მოხდება პროექტების, ფერმერების, ბიზნეს გეგმების პოლიტიკური გემოვნებით გაფილტვრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ვიდრე ბიზნეს და ეკონომიკური მიზანშეწონილობით, მით უმეტეს, როცა ყოფილი პრემიერით დაწყებული მინისტრებით თუ მოადგილეებით დამთავრებული დღეს ციხეში არიან სწორედ კორუფციული დანაშაულების გამო. ელენე. თელარა, მადლობა. საქმის კურსის გუნდი გააგრძელებს ბუნებრივია ამ თემაზე მუშაობას და უკვე შემდეგ გადაცემებში კერძო სექტორის კითხვებით და შეფასებებით დაუბრუნდებით მაყურებელს. ფეტის სოფლის მეურნეობის სექტორზე ვაგრძელებთ საუბარს. მთავრობას ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში მორიგი ცვლილებები შეაქვს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების სპეციალურ ნიშანდებას დაექვემდებარება. ნიშანდება იქნება ფასიანი და მას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვაც დღეს დაიწყო პარლამენტში, ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 10 თეთრი იქნება. შედეგად ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინა წლების მარჩვენებლის გათვალისწინებით ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი დაახლოებით 14-15 მილიონი ლარით გაიზრდება. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მობილიზებული თანხა სრულად ქართული ღვინის პოპულარიზაციას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ნიშანდებასთან ერთად ფართოვდება იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება, რომელიც ასევე ფასიანი სერვისია. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით ცვლილებების მიზანი ქართული ღვინის ხარისხის და რეპუტაციის შენარჩუნება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ევროპული გამოცდილება, როდესაც დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს აქვს სპეციალური ნიშანი, სპეციალური აღნიშვნა, რომ ეს დაცული გეოგრაფიული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტია.
არა მარტო ღვინოზე, სხვა კატეგორიებზე, სხვა პროდუქტებზეც აქვთ ამგვარი მინიშნება. ასე რომ საბოლოო ჯამში ეს ნიშანდება გარკვეული ხარისხის ნიშანი, პირველ რიგში ვიზუალურად მომხმარებელთან უკავშირისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რათა ის იყოს ინფორმირებული თუ რა კატეგორიის ღვინასთან აქვს საქმე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მოგცემს საშუალებას იყოს უფრო მიკვლევადი, უფრო გამჭვირვალე სერტიფიცირების პროცესი მათ შორის და უკავშირი მომხმარებელთან. ეს გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ნამდვილად და წინასწარი გათვლები ამ შემთხვევაში უნდა იყოს გამომდებელი ინფორმირებული, წარმოდგენილია ჩვენს მიერ. მეტი რესურსი გქონდეს ქართული ღვინის პოპულარიზაციასთვის. ყველა ეს თანხა მთლიანად დაიხარჯება პროგრამაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე. ბაზისა და ღვინის შესახებ კანონში უკვე განხორციელებული ცვლილებით 2026 წლის 1 მაისიდან სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. მინისტრის შესაბამისი ბრძანებით კი ღვინის ქარხნებს აეკრძალათ ისეთი ვენახიდან ყურძნის ჩაბარება, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე გაშენდება. ვენახის გაშენებაზე ნებართვა არ არის მხოლოდ საქართველოში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და ამერიკაში, სადაც მევენახეობა წარმატებულია, ვენახის გაშენებაზე რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია. სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსთავი ორის ეთერში აცხადებს, რომ თუ გვინდა ქართული ღვინო მაღალ ხარისხთან იყოს ასოცირებული, მხოლოდ ღვინის ხარისხის კონტროლი და მისი ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა საკმარისი არ არის. რაც თulis ახალი წესები მევენახეობა მეღვინეობის სექტორში, ამ თემაზე საუბარს უკვე სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. ნუგზარ ქსოვრელი, კომპანია ზიერი ფერმის დამფუძნებელი გვერდდება სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობათ. მინდა რომ ჩვენი საუბარი დავიწყოთ უკვე ამოქმედებული ცვლილებით, რომელიც ეხება უშუალოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ნებართვის გაცემას სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის. ბატონო ნუგზარ, ამ თემის გარშემო ძალიან ბევრი შეფასება მოვისმინეთ ამ ბოლო პერიოდში, მათ შორის იმის შესახებაც, რომ ბოლო წლებში ძალიან დიდი რესურსი, ფინანსური რესურსი ჩადო სახელმწიფომ, მათ შორის ამ სექტორში ვენახების გაშენებაში, მათ შორის სუბსიდირების პოლიტიკამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ამას, რომ გაცილებით მეტი ღვინის წარმოება მომხდარიყო ხო ამ სექტორის მხრიდან და ეხლა რაღაც ამ გაუთვლელი პოლიტიკის ფასს იხდის ბიზნესი. ასეა თუ არა თქვენ როგორ აფასებთ ამ ცვლილებებს? კიდევ ერთხელ გამარჯობათ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა და საკმაოდ დიდი პრობლემაა. თუ შევხედავთ ცოტა სხვა კუთხით, ვიდრე იმ კუთხით, რაზეც საუბრობენ დღეს მევენახეების და მეღვინეების და დარგის წარმომადგენლების, მათ შორის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. მოდით დავსვათ უბრალოდ კითხვა, რას ემსახურება ეს ცვლილება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით შეტყობინება ვენახის გაშენების და ამოძირკვის შესახებ ისედაც უნდა ეცნობს ღვინის ეროვნულ სააგენტოს. ეს ნიშნავს, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფომ, მათ შორის ბევრმა დონორმა დახარჯა საკმაოდ ბევრი თანხა, რომ მომხდარიყო ვენახის კადასტრის შექმნა, რომელიც აღრიცხავს თითოეულ ვენახს, მათზე გაშენებულ ჯიშებს და ეს მეტნაკლებად არის დღეს მოცემული, ყოველ შემთხვევაში ძირითად რეგიონებში. ამის მიუხედავად, ეს რომ სრულყოფილი იყოს და ყოველწლიურად ახლდებოდეს ინფორმაცია, უნდა ითქვას, რომ მევენახეს, საწარმოებსაც აქვთ ვალდებულება, რომ შეტყობინება შეიტანონ თუ აპირებენ ახალი ვენახის გაშენებას, მათ შორის ახალი ჯიშების შემოტანას, ან განახლებას ვენახის, ან ამოძირკვას. ეხლა რაც შეეხება ამ ახალ ინიციატივას, უпростоთ ინიციატივა აღარ არის კანონია, რომელიც ძალაში შევიდა 1 მაისიდან. უნდა ითქვას, რომ ძალიან საინტერესოა რას ემსახურება. ამაზე პირდაპირ აცხადებს ისე როგორც სახელმწიფო წარმომადგენლები, თქვათ სამინისტროს წარმომადგენლები, ისე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომ ეს ემსახურება მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას. ემსახურება რეალურად თქვენი სექტორის შეფასება. მოდით ცოტა ფართედ შევხედოთ ამ საკითხს. რა არის ღვინის ხარისხი? სახელმწიფო ვალდებულება რა არის და რა არის ღვინის ხარისხი? ჩვენ მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან და მეტნაკლებად გვახსოვს ეს თემები, ესე იგი სახელმწიფო ვალდებულება არის წესების დადგენა, ამ წესების დაცვა, კონტროლი, მათ შორის დაცვა მომხმარებლების ფალსიფიცირებული და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტებისგან, თუმცა რა არის ხარისხი, ჯერ უნდა განმარტონ.
იმიტომ რომ ხარისხი ესეთი პირდაპირ ესეთი განმარტება არ არსებობს. არსებობს უხარისხო, რომელიც დაავადებული პროდუქტია ან ბაზარზე არ დაშვებადი პროდუქტია. ამის მექანიზმები უკვე არსებობს, რომ არ დაიშვას. ხოლო ხარისხი რა არის? ეს ცოტა რთული საკითხია, ამას ბაზარი ადგენს. ნახეთ, როგორ არის მაღალი ხარისხი და დაბალი ხარისხი. საერთოდ ყველა წარმოებაში მან მიუხედავად იმისა ეს ჩვენ ახლა ვენახზე და ღვინოზე გვაქვს საუბარი თუ მაგალითად მოდის ინდუსტრიაზე. მოთხოვნა მიწოდება განსაზღვრავს. თუ მოთხოვნა არსებობს იმ პროდუქციაზე, ის უნდა მიაწოდოს ბიზნესს. ამას ბიზნესი იკვლევს. და ყველაზე კარგი ხარისხის მაკონტროლებელი სხვა უკეთესი არ მოუგონია ჯერ არავის, ეს არის კონკურენცია. კონკურენცია აყალიბებს ხარისხს და კონკურენცია და ბაზარი ფილტრავს ვინ არის ხარისხიანი მწარმოებელი, ესე იგი ვისი პროდუქცია უფრო მოთხოვნადია ბაზარზე და ვისი ნაკლებად მოთხოვნადია ან არ არის მოთხოვნადი. რაც შეეხება სახელმწიფომ როგორ უნდა დაადგინოს რომელ ბაზარზე და კიდე ერთხელ ვიძახი, ეს მარტო ჩვენ მოცემულობაში არ არის. ხარისხი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღიქმება. ესე იგი მოთხოვნილება ზოგიერთ ქვეყანაში სხვანაირ პროდუქცია მოთხოვნილება ზოგიერთზე ცოტა განსხვავებულზე. ამიტომ ხარისხის ერთნაირი კრიტერიუმები არ არსებობს. ამიტომ როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ? ანუ ამ შემთხვევაში мотиваცია რა შეიძლება იყოს სახელმწიფოს? ისინი აპელირებენ სწორედ ხარისხის არა, აი კიდე ერთხელ ვიძახით, მაშინ უნდა აგვიხსნან კარგად რას ქვია ხარისხი, როგორ უნდა გააკონტროლონ ხარისხი, ის რასაც დღეს ვაკეთებთ, ჩვენ ვაკონტროლებთ უხარისხობას. ესე იგი, უხარისხო პროდუქტი არ უნდა მოხდეს ბაზარზე და ეს სწორია. მაგრამ ის რომ ხარისხი როგორ უნდა გაკონტროლდეს, ეს არის კონკურსების, ეს არის სხვადასხვა რაღაცა ბიზნეს ასოციაციების თუ თემაა და ბაზრის თემაა. ამას ბაზარი აკონტროლებს. ჩვენ 70 წელი ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში. მთელი ქვეყანა იყო ხარისხის კონტროლზე აწყობილი და ვიცით რა ხარისხის პროდუქციას უშვებდა საბჭოთა კავშირის საწარმოები, მათ შორის ღვინის საწარმოებიც და ეხლა ნუ ვისაუბრებთ მაგაზე, ალბათ გამოჩნდება ხალხი, რომელიც იტყვის, რომ არაჩვეულებრივი ხარისხის ღვინოები იყო ალბათ თითოეულა, მაგრამ მასიური ღვინოებზე მაგაზე ვიკამათებთ რა ხარისხი იყო საბჭოთა კავშირის დროს. ზუსტად ესია. ხარისხის სხვა კრიტერიუმია. ხარისხის კრიტერიუმის დადგენა ესე მარტივად არ ხდება. ხარისხს ბაზარი ადგენს და სხვადასხვა ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციაზეა მოთხოვნა, მათ შორის სხვადასხვა ხარისხზე. ბატონო გზა, რა რისკებს ხედავთ ამ გადაწყვეტილებაში? რისკები რაშია? ნახეთ, უბრალოდ ეს რატო ხდება? მოდით უბრალოდ ვთქვათ. მე მგონი ამასაც თავისი ახსნა აქვს თუ მომცემთ. დიახ, ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ამიტომ მინდა რომ მოკლედ თუ მომცემთ ერთ წუთს მაინც, უბრალოდ ახსნით, რომ ჩვენი სისტემა საერთოდ არის, მე მგონი არასწორად ჩამოყალიბებული სისტემა, მევენახეობა მეღვინეობის სისტემას ვიძახით. დღეს სახელმწიფო თავს უფლებას აძლევს აი ესეთი რეგულაციები შემოიტანოს მათ შორის, თქვას რომ მე უნდა გავაკონტროლო ხარისხი და რატო იძახის სახელმწიფო ამას? იმიტომ რომ სახელმწიფო ამ დარგში მთავარი მოთამაშეა დღეს. ყველაზე მეტ ყურძენს ყიდულობს სახელმწიფო და აბსოლუტურად არ მიყვის, აი გუშინ თქვენ ახსენეთ რომ რუსთავი 2-ის ეთერში შეხვედრა იყო თუ დებატები იყო, ხო? იქ სააგენტოს ხელმძღვანელმა ბრძანა ესეთი რამე რომ მაგალითადო თუ გაშენდებაო ჭალებში ვენახებიო ესო ხარისხს დაწევს. ვეთანხმებით აბსოლუტურად. მაგრამ თუ არ მიცემენ, არ შეისყიდის არავინ ამ ყურძენს და თვითონ თუ ღვინოს აწარმოებს ეს მწარმოებელი და ვერ გაყიდის, თავისი რისკის ქვეშ არის. ბიზნესი საერთოდ არის რისკთან მიბმული ბიზნესი. ბიზნესი არ არის ბავშვთა ბაღი. ვიღაცას გონია, მაგრამ დღეს ჩვენი მევენახეები, როდესაც ითხოვენ და მეღვინეების ნაწილიც, რომ იცი რა, მე მოვიყვან რაღაცა პროდუქციას, მაგრამ სახელმწიფოა ვალდებული იმაზე, რომ ეს პროდუქციის გასაღების ბაზარი მომინახოს ან შეისყიდოს, მე რა თქმა უნდა სახელმწიფოს უჩნდება პრეტენზია, თქვენ თუ მე მომთხოვთ, რომ იცი რა, მე ვარ ვალდებული, რომ თქვენ დაგაფინანსოთ რაღაცაში, ბენზინი მე ჩაგისხათ, ფული მე მოგცეთ, მაშინ მე ალბათ გაგაკონტროლებთ თქვენ კიდეც სად დადიხართ. ზუსტად მაგას აკეთებს სახელმწიფო. ეს ცუდი პრაქტიკიდან გამომდინარეა, ეს პრაქტიკა საერთოდ უნდა მორჩეს, ეს საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, ჩემი აზრით, ჩვენ სამწუხაროდ ისე ვიქვართ, როგორ დაიწყო, რანაირად დაიწყო მეორე თემა, რა თქმა უნდა, წინა მთავრობის დროს დაიწყო, მაგრამ მინდა უბრალოდ ერთი ციფრი გითხრათ, უბრალოდ 2 ციფრი. დღევანდელი მონაცემებით, საქსტატის მონაცემებია, მე მგონი თუ არ ვცდები, ბოლო 24 თუ 23 წლის მონაცემია, აკრას 3 დღის წინ ვნახულობდი.
40% ჩვენი დასაქმებული ადამიანების დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. 40% ეს უზარმაზარი ციფრია, რომელიც მხოლოდ 5-6% მთლიან შიდა პროდუქტს ქმნის. ეს ნიშნავს, რომ ეს არის უღარიბესი მოსახლეობა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ეს მოსახლეობა არ შემცირდეს, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, ჯერ ჩვენი მთლიან შიდა პროდუქტი საკმაოდ მცირეა. შედარებისთვის რო ავიღოთ 2000 წელი, 2000 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული იყო 50% მთლიანი დასაქმებული მოსახლეობისა. ხოლო თქმდნენ 25% მთლიანი შიდა პროდუქტის 25%. ესე იგი ორჯერ მეტი იყო დასაქმებული და მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედს ქმნიდნენ. ნახევარი მოსახლეობა იყო დასაქმებული სოფლის მეურნეობაში და მეოთხედს ქმნიან. დღეს არის მეოთხედი დასაქმებული, უпростоრად მესამედზე მეტი, 2/3-ია დასაქმებული და ქმნიან მხოლოდ 5%-ს. წარმოუდგენელი ციფრია, 40% ქმნის 5%-ს. ეს ხალხი ნელ-ნელა ღარიბდება, შედარებით ვიძახი, შეიძლება ფიზიკურად უფრო მეტი ლარი აქვთ ჯიბეში, მაგრამ შედარებით ქვეყანასთან ერთად სოფლის მეურნეობა ნელ-ნელა ღარიბდება და თუ ვიტყვით, რამდენი სუბსიდიას დებს ჩვენი ქვეყანა ბიუჯეტის სახსრებს სოფლის მეურნეობაში და რამდენი სოფლის მეურნეობის პროდუქტია თვითკმარი საქართველოს. ესე იგი, ჩვენ რო ავიღოთ 60% სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ. აი ამაზეა მთელი პრობლემა. კი ბატონო ნუგზარ. საინტერესო შეფასებაა, ვფიქრობ სხვა დროსაც სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს შეფასებებს ამ და სხვა თემებზე, იმიტომ რომ რეფორმა ამით არ სრულდება, დღეს მორიგი ცვლილებების განხილვა დაიწყო პარლამენტში. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ნუგზარ ქსაურელს უსმენდით ზიარი ფერმის დამფუძნებელს პირდაპირ ეთერში. ჩვენ კი ვასრულებთ ამით გადაცემას 17 საათსა და 30 წუთზე დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.